არის ერთი ნიშანი, რომელიც სრულად უტყუარად მიუთითებს, როდის და როგორ იცვლება დრო, ეპოქა. გამსახურდიას გაქცევას თუ გარიდებას დავანებოთ თავი, ეგ სულ გამორჩეული შემთხვევაა ყველაფრისგან. გავიხსენოთ, სად გარბოდნენ შევარნაძის ოპოზიციონერები რუსეთში. ააფეთქებდნენ ამ პატიოსან კაცს მოსკოვის დავალებით, ან ვერ ააფეთქებდნენ და მოხევდნენ მერე მოსკოვში. ასეც უნდა ყოფილიყო პრინციპში. ბუნებრივად აღიქმებოდა სრულად. შეიცვალა ხელისუფლება და მერე სად გარბოდნენ სააკაშვილის ოპოზიციონერები, თავიდან ისინიც რუსეთში. იმიტომ რომ ფარველები და ხაზეინები იყავდათ. ბევრს წინასწარ სახლები ქონდა ნაყიდი, ბევრს როგორც ამბობენ მერე შოკოლადის ქარხნებიც კი. როგორც იყო და რაც იყო. მაგრამ მას შემდეგ რაღაც მომენტიდან გაქცეულთა ნაკადი უცებ ევროპისკენ მიიქცა. აი ეს მომენტი შეგვიძლია დავასახელოთ შებრუნების წერტილად. როდესაც ყველაფერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ქვეყნის საგარეო ვექტორმა, ოპოზიციის ვექტორით შეცვალა. რა თქმა უნდა, მთლიანად ვერა. დარჩნენ და ბლომა დარჩნენ ადამიანები, ვისაც თვალი მაინც პუტინისკენ ეჭირა, არ ვიცი, გერეუს სპეცრაზმებისკენ ან რაღაც ასეთი. მაგრამ დასავლეთმა მაინც გადაწონა. ბევრი შეიფარა მიშაზე გაბრაზებული. ფაქტი ფაქტია და მოდი ახლა გავიხსენოთ, სად გაიქცნენ ივანაშვილის დევნილი ადამიანები. იქ სადაც გარბიან ზოგადად რუსისგან დევნილები. ვიღაც წავიდა უკრაინაში, ვიღაც წავიდა ამერიკაში, ვიღაც წავიდა ევროპაში, ვიღაც არაბეთში. ხალხი ვიცი ავსტრალიაში წავიდა, მაგრამ არავინ წასულა რუსეთში. რატომ? რუსის პოლიტიკური ოპოზიცია რუსეთში არ გარბის. გაიქცევა და კაიჩიცაც დაიჭერს. ორკილები კაპეზე ექსტრადიცია რუსთავის ციხე. და სად გაიქცევა ივანაშვილი და მისი რეჟიმი, თუ ბურჯები, თუ აგურები, თუ ჭანჭიკები, როცა მათი ურემი გადაბრუნდება? ურემი კი გადაბრუნდება აუცილებლად. ისტორია გვეუბნება და მეფე სოლომონის ბეჭედი რომ ესეც გაივლის. სად გაიქცევიან და ამონაწერი რეესტრიდან 2025 წლის აპრილის მდგომარეობით. შეპესე ქართული ოცნება დირექტორი ივანე ხვედელიძე, 100%-იანი მესაკუთრე ბერა ივანიშვილი, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე. ისევ ამონაწერი რეესტრიდან, შეპესე Silk Factory სტუდიო. აქაც ივანე ხვედელიძე, გიორგი ხაინდრავა და 100%-იანი წილი ბერა ივანიშვილი, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე. ბორია, ვისატყუებ შენ 2030 წელს ევროკავშირის შესვლით. როდის იყო რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში შედიოდნენ? რუსეთის მოქალაქეები შედიან კრასნოდარში, როსტოვში, ასტრახანში, ჩელიაბინსკში, მურმანსკში, კამსამოლსკ, ნაამურეში და საბოლოო ჯამში მოსკოვში. როცა ქონება იგაქვს, სახლი იგაქვს და კარი, გული იგაქვს და პასპორტი იქაური. ცოლი რუსეთის მოქალაქე ყავს და შვილები, ბიზნესს იმათთან ეწევი. მათთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად აკეთებ ყველაფერს. მრჩევლებსა და შამანებს იქიდან გიგზავნიან. ან ევროპელობას რადიჩემებ, ან ქართველობას. თქვი პირდაპირ, ამოიღე და გვაჩვენე გული და ყველაფერი ამოსაღები. როგორც ერთმა თქვა 100 წლის წინ. სხვათა შორის ისიც იმერელი რუსი იყო. და ვიღებ შარულიდან ჰაერში საქნევად, მსგავსად წითელი დროშის გაშლილის. იკითხეთ, შეგშურდეთ, მე მოქალაქე ვარ. დიადი საბჭოთა კავშირის.